გრძელდება. კადრებში გამოსახულების გარდა კარგად ისმის ხმაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ხდებოდა ვიდეო და აუდიო ჩაწერა. საუბრების შინაარსიდან გამომდინარე, რაც მასალაშია. ჩანაწერები სავარაუდოდ გასული წლის ზაფხულშია გაკეთებული. კაი, всё, გადავწყვიტეთ, მე არ მიყვარს ბევრი ამბავი. არ ვიცი, გადაწყვეტა, ეხლა რომ გადავწყვიტეთ, დათვალოს სმეტავს. ხო, მაგას გონი. პრინციპი რა შენ თქვი ეს გვინდა. თუ ხარჯია, ხო, ბოლომდე გავა. ბაზარი რაზეა, იცი რომ ეს მე 72-დან 36 ავიღოთ თუ 42? 42. 42 უკეთეს. ოღონდ მე ნახე რა ხდება შენ აქ ჩება 30 მეტრი. 18 მეტრიანი. ამ 30 მეტრში ეს გამოგივა სადღაც 500 რაღაც მეტრი რა, 500 რაღაც მეტრი გამოგივა ეს. აქ ორ სერიალს ჩავტევთ მე და შენ. ვერა, იქაც გავიდეთ, ანუ უკან? არა, ვერ გაიგე რა. იქ არ გავიდეთ უკან, მაგრამ აი ამაში ორ სერიალს ჩავტევთ მე და შენ. ხო და ვერ ჩავტევთ. 30 მეტრაში. ხო. რამდენი გვინდა? მაშინ გავიდეთ ამასაც გავხსნით. ესეც 52-მდე ვიყვანოთ. ხო, მაგრამ ეს უკვე ძალიან შევსწავლეთ. ნუ მაშინ ეს იყოს 36 რა. ეს უნდა დაილაპარაკო შენ დიოსთან და დემნასთან და იმასთან რამდენად რეალურია. რეალურად ესეთი სტუდია, ხო? ამ ქვეყანაში არავის არ ექნება. ეს უდიდესი მიიღო დაჩქარებული წესი დღეს. შეიძლება ის ხოლმე კენჭი ვიყარა, მაგრამ ახლა ამბავი რა არის? სანდრო რო გადადგა, ეგ იმას ნიშნავს, რომ ვეღარ მოხსნია. ვეღარ მოხსნია, იმიტომ რომ უკვე მოვალეობის შესრულებლად შესთავაზა აკადემიურმა საბჭომ იყავი ვიდრე ჩვენ არჩევნებად ჩავაკეთებთ. რომელსაც აკადემიური არ ამას შეიძლება ვეღარ აირჩიოს ახალი კანონის თანახმად. ეს ვეღარ აირჩიო, მაგრამ იმას თვითონ აირჩიოს ვინც უნდა არის რა. თანადროებით უმეს. ხო, თანადროებით. თავისი გააკეთა ამბავი. მე სტუდენტი რატო გადამდექიო? ამიტომ კანონის. უცებ ამიცო რომ დანიშნულო რა. და აკადემიურმა შეუნარჩუნო ის უნივერსიტეტს დამოუკიდებლობა აკადემიურმა საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება. პანჯადა გვარის ხო ხომ მე რეალ ფიზიკაში შეგვიძლია ხარ. ხო, აი გვინდა თქო. პრესკონფერენციის გამართვამდე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა და